ქვეყანაში არის უმძიმესი მაფიოზური მმართველობა, ღარიბაშვილის გამოქვეყნებული წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ამის შესახებ, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკვე საუბრობს ღიად მისი ოჯახის შესახებ შესაძლო მუქარებთან დაკავშირებით. ანუ ქვეყანაში ღიად მაფიოზური მმართველობა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს კორუფციულ ჭაობში და ეს კორუფციული ჭაობი და მაფიოზური მმართველობა ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევში, კორუფციულ მმართველობაში და მაფიოზურ მმართველობაში არის ჩართული სისტემა თვითონ, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს, ხოლო ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბროს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც არის ცალკე ყურადღების საკითხი და ბუნებრივია გამოძიების დაწყების საგანის უსამართლებლივად შევხედავთ, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ რა სიტუაცია და რა მაფიოზური სიტუაცია, დიდი ხანია ვსაუბრობთ უკანონობაზე და ღარიბაშვილის წერილიდან გამომდინარე ამ მაფიოზური მმართველობის შესახებ კიდევ ერთხელ არის ცნობილი და ცხადყოფილი.